თუ პირველეს ყოვლისა მე მინდა ყველას ვინც იმ ღამეს აქ იყო პროტესტის გამოსახატად უღრმესი მადლობა გადაუხადო. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საქართველოსათვის თავდადებული ადამიანების ჯგუფი, ადამიანებისა, რომლებმაც გაიაზრეს რა საფრთხეელო და ქვეყანას იმ რეჟიმისგან, რომელიც იყო და რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ შეუპოვრად დამდგარიყვნენ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, აღმატებული ძალის წინააღმდეგ. მათ იცოდნენ, რომ სიმართლე მათ მხარეს იყო. მე მინდა ყველა ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და ვუთხრა სრულიად საქართველოს, რომ დღეს საქართველოში ის საშინელი რეჟიმი აღარ არის, ეს არის ძალიან დიდ წილად და გადამწყვეტად პრაქტიკულად 26 მაისს აქ ყოფი ადამიანების დამსახურება. მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ რეჟიმი ხერხემალში გადაგვეტეხა და რეალურად ჩვენ ეს ძალიან მძიმე ფასად, მაგრამ ნამდვილად გავაკეთეთ. 26 მაისმა სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად პოლიტიკურ სამარესთან მიიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პოლიტიკურ სამარეში ჩაგდების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის და თანამშრომლობის რეჟიმით ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა და დღეს ჩვენ ხედავთ რეალობას, როდესაც ნაციონალური მოძრაობის და ამ 26 მაისის შემოქმედების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელია. ჩვენ ხედავთ ამ ადამიანებს პარლამენტში, რომლებიც ჩვენ კიდევ მორალს გვიკითხავენ. ეს მხოლოდ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ჩვენთვის ძალიან აღმაშფოთებელი და გულსატკენია ის, რომ გამოძიებული არ არის საქმეები, მათ შორის გარდაცვლილების თაობაზე, ასევე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან მძიმედ დაზარალდნენ, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. გარდა ამისა, მინდა ერთი რამ ვთქვა, არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკოსები, ან ის ადამიანები, ვინც თბილსოროებში იყვნენ მოკალათებულები, ან ტელევიზორით უყურებდნენ, ან საერთოდ დილით გაიგეს რა მოხდა, ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, ბედავენ ამის თქმას, რომ ხომ იცოდნენ, რომ მოერეოდნენ და რატომ არ დაიშალნენო. დიახ, ვიცოდით და ვუშვებდით, რომ შეიძლება მოგრეოდნენ, მაგრამ სამშობლოსათვის ბრძოლა ყოველთვის არის იმ საფრთხის მატარებელი, რომ შეიძლება დამარცხდნენ. ქართველებს რომ იმის შიშით, რომ მოერეოდა მტერი ბრძოლისთვის თავი დაენებებიათ, მაშინ იმ ბრძოლებში არ წავიდოდნენ, სადაც ერთი ქართველის წინააღმდეგ 50 მტერი იბრძოდა. ასე რომ, კარგად გააცნობიერეთ, რას ლაპარაკობთ და კარგად გააცნობიერეთ ის, რომ არც ერთ მონაწილეს აქციისას არასოდეს ეჭვის ქვეშაც კი არ დაუყენებია 26 მაისის აუცილებლობა. ამას მხოლოდ ის ადამიანები აკეთებენ, ვინც მაშინ თბილად იყვნენ მოკალათებულები და შემდეგ ჩვენს სისხლზე და ჩვენს წრემლზე და ჩვენს ნაბრძოლზე მოვიდნენ ხელისუფლებაში. ცუდი ის არის, რომ ქვეყნის საქმესაც ვერ აკეთებენ, თორემ არ დავამადლიდით. 26 მაისი ეს იყო უმძიმესი დღე იყო მძიმე, ტკივილიანი, ტრაგიკული, მაგრამ დიდი გამარჯვების დასაწყისი. მე 26 მაისს როგორც ძებნილი, პოლიტიკური დევნილი ვიყავი საქართველოსთან წასული და ყველაფერს ამას რაც აქ დატრიალდა, სისხლის წვიმები და ცემა და ადამიანების დაჩაგვრა, ამას ყველაფერს უყურებდი ირანიდან. ირანში გახდით ერთ-ერთ ქართულ ოჯახში და თვით იქაც კი აღშფოთდნენ იმ სისასტიკის შემხედვარე, რაც აქ ხდებოდა. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს მოვდივართ არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ იმიტომ, რომ დავადასტუროთ ჩვენი განწყობა, ჩვენი მზადყოფნა იმისათვის, რომ ყოველთვის დავდგებით ჩვენი პოლიტიკური დალაც მოქალაქეების სიმართლისა და წესიერებისა და თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების სადარაჯოზე და ერთი რაც მთავარია, ჩვენ აქ მოვდივართ, მაგრამ ძირითადად იმ ადამიანების პირველი ეშელონებია თუ მეორე ეშელონები, რომელთაც ეს სისასტიკე ჩაიდინეს, ყველანი არიან დაუსჯელები. ზოგი უცხოეთშია, ზოგი საქართველოსშია, ზოგი ძალიან კარგად არის მოკალათებული, ბიზნესშია. ამიტომ სამართლიანობის აღდგენაც უნდა დაწყებულიყო ამ ადამიანების კანონიერი პასუხის მოთხოვნით. ეს აუცილებელია. სხვანაირად სახელმწიფო არ შენდება.